მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მათ ვინც ახლა შემოგვიერთდით, რადიო ემედის პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას და სტუდიაში ჩვენ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ბაია კვიციანს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. და გალბატონ ბაიასთან ერთად ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ ინკლუზიურ განათლებაზე. ინკლუზიური განათლება ქართული განათლებისთვის უცხო ნამდვილად არ არის, ბევრი რამ გაკეთებულა, თუმცა გამოწვევაც არაერთია და განვითარება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტულად ზოგადად განათლების გლობალურ რეფორმის პროცესს გავდივართ და ამ ჭრილში ყველა მიმართულების სწორად დანახვა ალბათ არის უმნიშვნელოვანესი და ვფიქრობ, საკმაოდ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, რომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით თქვენ ქვეყნის მასშტაბით გამართეთ არაერთი შეხვედრა და რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. გასაგებია, ეს იყვნენ ის ადამიანები, ვინც პრინციპში ინკლუზიური განათლების მიმართულებით საქართველოში ფოკუს ჯგუფს წარმოადგენენ. ბოლო შეხვედრაც აგერ რამდენიმე დღის წინ იყო. ამიტომ გითხარით, მათთან შეხვედრამ რამდენად მოხცათ იმპულსი იმ თვალსაზრისით, რომ არის ცვლილებები საჭირო. ცვლილებებზე ხშირად ყოველთვის საუბრობდნენ, თუმცა ეს საუბრები იყო, ასე ვთქვათ, წერტილოვანი და არა სისტემური და ინკლუზიური განათლების ალბათ განვითარების ახალ ეტაპზე გადასაყვანად რა შესაძლებლობებს ხედავთ და როგორია თქვენი ის დოკუმენტი, როგორი იქნება საბოლოოდ, რომელიც დაიკავებს თავის ნაწილს განათლების რეფორმაში. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი, რაც შეიძლება ხშირი და ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების მიმართულებით. თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ, სწორად ერთ-ერთი გამოწვევა და ის ფრაგმენტულობაც დასახელდა, რაც სისტემაში გვხვდება. თქვენ იცით, რომ ჩვენს სისტემაში დღეს როგორც უმაღლესი განათლების მიმართულებით, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმა. და სწორედ აი ამ რეფორმის ფარგლებში განისაზღვრა, რომ ინკლუზიურობა უნდა იყოს აუცილებლად გამჭოლი და ყველა საფეხურისთვის ხელმისაწვდომი. აქამდე მაინც კონცენტრაცია ხდებოდა უფრო ზოგადი განათლების მიმართულებით. ჩვენ სამინისტროში არსებობდა სამმართველო ინკლუზიური განვითარების, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხდა სადღაც 7 თვის წინ უკვე ინკლუზიური სამმართველოს დეპარტამენტად ჩამოყალიბება და ის გაუერთიანდა სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს და ერთად ჩამოყალიბდა სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი, რომელიც გულისხმობს ზუსტად აი ამ პოლიტიკის შექმნას, რომ მაღალი ხარისხის და ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის თუ სტუდენტებისთვის თუ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ჩვენ სისტემაშია, ხელმისაწვდომი იყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოება. აქედან გამომდინარე, ჩვენმა დეპარტამენტმა ზუსტად აქედან დავიწყეთ ფიქრი, რომ საიდან დავიწყოთ რეალურად, იმიტომ რომ სანამ დაიგეგმები თუ რა შეიძლება გააკეთო და განვითარების კუთხით ჯერ უნდა მიხვდეს სად ხარ. და სწორედ აი ეს ამ მოკვლევის გამო ჩვენ აი ამ მიზნით დავიწყეთ რეგიონული ტური, რომელსაც დავარქვით საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე. ჩვენ მქონდა დაახლოებით 15 შეხვედრა, თითქმის არა ყველა რეგიონი მოვიცავით. საქართველოს მასშტაბით 4 თვე მიმდინარეობდა ეს შეხვედრები, სადღაც 2000-მდე ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში და ჩვენ თავარი და ერთ-ერთი ესეთ მიზნობრივი ჯგუფი გვყავდა მშობლები, იმიტომ რომ მშობლების ხმა აქამდე ნაკლებად ისმოდა სისტემაში. და ყველაზე მეტად ისინი ხედავენ, გრძნობენ და მნიშვნელოვნები, ასე ვთქვათ, პროცესმა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ შეიძლება ითქვას ბავშვზე მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით მშობლის ფსიქოემოციური და მზაობა ზოგადად, როგორც ცნობიერების თვალსაზრისით, ისე ფსიქოემოციური მზაობა იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ბავშვი და სწორად ბავშვის საუკეთესო ინტერესი იყოს დაცული ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, ფოკუს ჯგუფებში მოაზრებული ვყავდნენ თვითონ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, იყვნენ ეს სპეციალური პედაგოგები, ასისტენტები, სკოლის ადმინისტრაცია და ყველა ნებისმიერი უწყება, რომელიც რეალურად ამ სფეროში ქმნის რეალურად ინკლუზიურ განათლებას. და სწორედ ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე იყო ძალიან ღირებული შეხვედრები, რა შეხვედრები ჩვენ გავმართეთ და მნიშვნელოვანი იყო, რომ რადგან
საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ამაში აუცილებლად მუნიციპალიტეტებსაც ვრთავდით ჩვენ, როგორც ჩვენი უწყების წარმომადგენლები, იგივე მანდატური სამსახური, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, ყველას წარმომადგენელი თან გვახლდა, ასევე ადგილობრივი მუნიციპალური გუბერნატორები, მერები, ყველა ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და მე არ მახსენდება შემთხვევა, რომელსაც ისინი არ დაესწრნენ შეხვედრას და არ იყვნენ, ესე ვთქვათ, სრული მზაობა არ გამოაცხადეს მხარდაჭერის, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა სისტემები შევიმუშაოთ და რაც არ უნდა განვავითაროთ ახლა ფურცელზე ეს მიმართულება თუ განხორციელებაში რეგიონული მმართველობა არ დაგვიდგა გვერდში ფუჭია ჩვენი გაწეული შრომა. აქედან გამომდინარე ამ ზუსტად აი ამ წარმომადგენლობითობიდან გამომდინარე შემდგომ უკვე ჩვენ ამ შეხვედრის მერე მართავდით ფოკუს ჯგუფებს, სადაც უკვე სპეციალისტები ხვდებოდნენ მშობლებს და ამ სფეროში ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ პირებს, რომ კიდევ უფრო მეტი სიღრმისეული გამოკითხვები ყოფილიყო და კიდევ უფრო მეტად ყოფილიყვნენ გახსნილები და აი სწორედ თქვენ რაზეც საუბრობდით, შემაჯამებელი ღონისძიება ჩვენ 15 ივნისს განმართეთ და იქაც ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგა, ვინაიდან ჩვენ გქონდა პანელური დისკუსიები, როგორც უწყებების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ძალიან საინტერესო მშობლების პანელები გქონდა, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდნენ, საკუთარ მიღწევებზე საუბრობდნენ, ასევე იცით რომ რესურს სკოლები არსებობს ჩვენს ქვეყანაში, 7 რესურს სკოლა არის, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე რთულ და განსაკუთრებულად რთულ ბავშვებთან მუშაობენ, ამიტომ აქედან გამომდინარე მათი პანელიც იყო და ძალიან საინტერესოდ შედგა მათი ეს დისკუსიაც. ამიტომ კარგად ჩაიარა, ნამდვილად წარმატებით ჩაიარა და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ როგორც ჩვენს დეპარტამენტს და სამინისტროს, ასევე ყველა ჩართულ ადამიანს ამ პროცესში და ის მიგნებები 100-მდე საკითხი ამოვიდა, ის მიგნებები აუცილებლად დართული ექნება ზუსტად იმ სამოქმედო გეგმას და აქვს კიდეც უკვე იმ საბიუჯეტო განაცხადს, რომელიც ჩვენ 2027 წლისთვის შევიმუშავეთ, ბევრი ძირითადი საკითხები უკვე ჩართულია აი ამ განაცხადში და სწორედ ამის შედეგია ეს. გასაგებია. ფაქტია, რომ გამოდის შეხვედრათა ეს სერია ერთგვარი შეჯამება იყო იმ მოცემულობისა და იმ საქმიანობისა, რაც განხორციელდა და აუცილებლად იქნებოდა დაგროვებულიც, შეიძლება ბევრად ადრეც და ფაქტია, რომ მოცემულობა როცა პრაქტიკული საქმიანობა მიმდინარეობს, იქ აუცილებლად იქნება გარკვეული კორექცია, აუცილებლად იქნება გამოსასწორებელი შეცდომები ან დაუნახავი მიმართულებების აღმოჩენა და ასე შემდეგ და კარგია რომ ეს ყველა რაკურსში იქნა განხილული, ხო? კი ბატონო და როგორც ხვდები, ეს კორექცია აისახება იმ დოკუმენტში, რომელიც ადგილს დაიკავებს საერთო ზოგად განათლების რეფორმაში. თქვენი შეფასებით თქვენ როგორც ამ პოზიციის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, მოცემულობა, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ ინკლუზიური განათლების მიმართულებით, როგორ შეაფასებთ მას და პერსპექტივას რას ხედავთ იმისა, რომ თუნდაც იმის ნახევარი პრაქტიკაში ძალიან მალე განხორციელდეს, რაც მშობლებს და მასწავლებლებს და ფსიქოლოგებს, რომლებიც ჩართულნი არიან, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ბევრად უფრო უკეთეს და შედეგიან სურათს მოგცემს. მოკლედ, ახლა რა მოცემულობაა, რა ეტაპზე ვართ, როგორ აფასებთ და განვითარების რა პერიოდს ხედავთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ შედეგზე გავიდეთ? თქვენ როგორც ახსენეთ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია უკვე დაახლოებით 20 წელია ვითარდება ინკლუზიური განათლება და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები არის წინ გადადგმული, საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს ძალიან მოწესრიგებული, საამაყოც კი და ასევე ის სერვისები, რაც უკვე დაინერგა, თქვენ იცით, რომ ჩვენ სკოლებში გვაქვს ინტეგრირებული სწავლება, დაახლოებით რამდენიმე სკოლაში, თუმცა ყველა სკოლაში არის ხელმისაწვდომი სერვისები ინკლუზიური განათლების კუთხით, გვყავს მულტიგუნდი, ასევე შეფასების მექანიზმები და შემდგომ უკვე ინდივიდუალური გეგმები, სასწავლო ინდივიდუალური გეგმები და მანდატური სამსახური მასწავლებლის სახლი ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი, როგორც რესურს სკოლების კუთხით და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახლა უკვე გადაგვეხედა იმ არსებული პრაქტიკების, რაც
განერგილია უკვე აგერ აი 2000 წელიწადია ხო და რა არის პრობლემები, რა არის გამოწვევები დაგვენახა რომ მე უკვე კიდევ უფრო მეტად მოხდეს წინ გადადგმა ნაბიჯის და კიდევ უფრო მეტი განვითარება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ახლა ვერ ვიტყოდი რომ ისეთი პრობლემები იჩინა თავი, რომელსაც არ ველოდებოდით ან წინასწარ, იმიტომ რომ ეს ზედაპირზე ტიპებს უკვე დიდი ხანია, ესე ვთქვათ და ყველასთვის ეს ასე თუ ისე ვინც სფეროს წარმოადგენს, ასე თუ ისე ცნობილია, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა მუნიციპალიტეტი და ყველა რეგიონი საკუთარი რაღაცა დამახასიათებელი საჭიროებებითაც გამოირჩევიან და აი ეს მიგნებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რეალურად ზოგადად რაც ესეთი გამოწვევა არის მნიშვნელოვანი და ყველასათვის საერთო, ასე თუ ისე ჩვენთვის რა თქმა უნდა ცნობილი იყო. გამოწვევებზე რომ გადავიდე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რამდენიმე გამოწვევა იყო, ბევრი გამოწვევა იყო, მაგრამ მთავარი ესეთი ყველას რაც აერთიანებს ეს გახლავთ ადამიანური რესურსები და სპეციალისტები. ხალხი თემა და ის ძალიან საინტერესოა, გამოცემულობა გვაქვს. კი, და გამიჭირდება განვითარების გზებზე საუბარი და მიმოხილვა თუ არ ვისაუბრებ რა გამოწვევები არსებობს, ამიტომ ალბათ ამაზეც გადავიდეთ, რო ვისაუბროთ ამაზეც, ალბათ ლოგიკური იქნება. და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი არის აი ეს სწორედ ადამიანური რესურსი. დღესდღეობით ჩვენ სისტემაში ფიქსირდება დაახლოებით 16760 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე და დაახლოებით ალბათ 6000-მდე სპეციალური მასწავლებელი, სპეციალური პედაგოგი და ასისტენტი ყავს სისტემაში. ეს უკვე მეტყველებს თუ რამხელა სხვაობაა და რამხელა დისბალანსია. და არის ისეთი რეგიონები, სადაც ფსიქოლოგი უბრალოდ არ ყავთ. რეგიონებს არ ყავთ. ამ სულ სახელდებოდა ერთი და იგივე გამოწვევა. სხვა შორის აი აქ მიზეზებში განსხვავებული შეხედულებები ამოვიდა, იმიტომ რომ სულ ხასიათდებოდა ხოლმე ეს პრობლემა იმით, რომ დაბალი ანაზღაურება, ხელფასებია დაბალი და აქედან გამომდინარეობს ის, რომ გვაქვს დეფიციტური განსაკუთრებით ეს მხარდამჭერი სპეციალისტების, როგორც არის ენის და მეტყველების თერაპევტები, ფსიქოლოგები, ესეთი მიმართულებები განსაკუთრებით გვიჭირს. და როგორც გაირკვა, ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი ფაქტორი, დაბალი ანაზღაურება, ასევე მთავარი ფაქტორი არის ის, რომ უბრალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რეგიონებში არ არის ესეთი პროგრამები და ფაკულტეტები, ხელმისაწვდომი და აუცილებლად ან თბილისში უნდა გადავიდეს ეს ადამიანი, ან სადმე წავიდეს, რომ მიიღოს შესაბამისი განათლება, ასევე არ სარგებლობს ეს მიმართულებები პოპულარობით. და ბევრი არ აბარებს ამ მიმართულებით. პოპულარობით არ სარგებლობს, ამ დროს საჭიროება გვაქვს. და საჭიროება მაგიტომაც გვაქვს, რომ არ გვყავს ადამიანები, რომლებიც პროფესიაში შედიან უმაღლესი განათლებიდან აი ამ პროგრამებით და ამ სპეციალობებზე. ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად მრავალ მხრივ უნდა გავაქტიურდეთ, იმიტომ რომ აქ არის საუბარი იმაზეც, რომ როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უნდა მოხდეს კომუნიკაცია, რომ მიუხედავად ეს მიმართულებები არის თუ არა პოპულარული, ეს უნდა არსებობდეს, უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ამ მიმართულებით მოგვიწევს ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა, რომ დავეხმაროთ რეგიონებს, კონდეთ ესეთი ხელმისაწვდომი პროგრამები და ფაკულტეტები და ასევე, რა თქმა უნდა, ეხლა სახელმწიფო პოლიტიკა გადასახედია, თუნდაც აი ამ როდესაც საუბრობთ სპეციალური პედაგოგების ნაკლებად, უფრო ასისტენტების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და გვინდა რომ შევიმუშაოთ უკვე კვალიფიკაციაზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემა, ესე ვთქვათ, სახელმწიფო სისტემა, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ მათ კვალიფიკაციის დადასტურება არ უწევთ, შესაბამისად ვერ ვაძლევთ მაღალ ხელფასს, და ისინი არიან მიმულები, ესე ვთქვათ, მათ სხვანაირად სისტემა ვერ უნაზღაურებს საფასურს და დაბალი ხელფასები შესაბამისად მაგიტომაც აქვთ. ასევე გამოწვევებში გამოიკვეთა მშობლების ცნობიერება, ჩართულობა და ხარდამჭერი მექანიზმების დეფიციტი და აი ეს კითხვას თქვათ მაწუხებთ კოლოდონბაი, იმიტომ რომ ერთია, როდესაც ოჯახში მშობელი თავად უმკლავდება თავის სივრცეში, თუმცა მეორეა
ამ სირთულეებთან და გამოწვევებთან გამკლავება სასკოლო სივრცეში, სადაც მიიყვანა შვილი და მათ მიენდო, მაგრამ აქ ისეთი მოცემულობაა, რომ დამოუკიდებლად სკოლის სპეციალისტი, ფსიქოლოგი იქნება მასწავლებელი თუ ასისტენტი, მშობლისგან დამოუკიდებლად აქ შედეგებზე ვერ გავა. მშობლის ჩართულობას ალბათ აქვს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა და მშობლის ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური და ცოდნით მზაობის თვალსაზრისით რა მექანიზმებს ხედავთ? მშობლის ფასი ამ შემთხვევაში მხარდაჭერის კუთხით. მშობლის მნიშვნელობა და ფასი არის შეუდარებელი, როდესაც ბავშვის განვითარებაზე ვსაუბრობთ. აქ არის ესეთი გრგოლი იკვრება, ესე ვთქვათ, არის მთავარი აქტორები ამ პროცესში არიან, ნუ ბავშვი თავისთავად, მაგრამ მხარდამჭერი აქტორები არიან სკოლა და პედაგოგები, ასე ვთქვათ, როგორც სპეცპედაგოგი, ისევე ასისტენტი და მშობელი. და კიდევ არის დამატებითი რგოლები თუ ეს მშობელი სარგებლობს დღის ცენტრებით მაგალითად და სხვადასხვა თერაპიებით და იქ ხდება კიდე ამ ქცევების გამტკიცება, ხო? ეს თუ ურთიერთ დაკავშირებული ეს რგოლების ეს შემაჯამა არ არის ეს შეკრული თუ არ არის რომელიმე რგოლი თუ ესე ვთქვათ თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს, ხო? მაშინ გამოდის რომ უბრალოდ თავიდან გიწევს ერთი და იგივეს, აი ეს ციკლივით ერთი და იგივეს კეთება, ესე ვთქვათ და ბავშვი, ანუ განვითარება, რა თქმა უნდა, ვერ ხდება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ზუსტად ამაზე ვაკეთებთ აქცენტს, რომ შევიმუშაოთ მშობლის მხარდამჭერი, მშობლისთვის მხარდამჭერი მექანიზმები, პროგრამები. მე ვერ ვიტყვი ახლა, რომ დღესდღეობით ეს არ არის ხელმისაწვდომი, ნამდვილად არსებობს და ცნობიერება ამასთან დაკავშირებით ისევე დაბალი, იმიტომ რომ თითქმის არც ერთმა მშობელმა არ იცის, რომ ესეთი სერვისები აბსოლუტურად ვერ ვიტყვი ხა არავინ არ იცის, მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ეს სახელმწიფოს დაფინანსებით ასეთი სერვისები, როგორც მანდატური სამსახურში, ფსიქოსოციალური დახმარების, კონსულტაციის, ესეთი სერვისები არსებობს. და ამის აქედან გამომდინარე ჩვენ ასე კერძო სექტორსაც გვინდა მოვუწოდოთ და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ზოგადად საზოგადოების ნაწილია, ხო, რომ ვიზრუნოთ იმაზე, რომ მშობლებისთვის სივრცეები შევქმნათ, მხარდამჭერი პროგრამები შევქმნათ, იმიტომ რომ თუ მშობელი არ არის სათანადოდ ვერ ფლობს აი ამ როგორც არ იცის უბრალოდ როგორ ხარი როგორ დაუჭიროს მის შვილს, შესაბამისად ვერ ხერხდება ამ შვილის და მისი შვილის სწორი განვითარება. თან მაგ მომენტია ერთი, რომ თუ მშობელს არ აქვს ეს მზაობა, არ აქვს ეს ცნობიერება, სკოლიდან, როდესაც აი სკოლაში მაგალითად ასისტენტი და სპეცპედაგოგი მუშაობენ რაღაცა კონკრეტული მიმართულებით, ცდილობენ რაღაც ქცევის გამტკიცებას, ხო? ის რო სახლში ბრუნდება, თუ მშობელს ეს ინფორმაცია არ აქვს, ან არ იცის როგორ უნდა დაუჭიროს მხარ და არ გააგრძელა ეს ხაზი, ის ქცევა ერღვევა. და როცა სკოლაში ბრუნდება, თავიდან უწევს შემდგომ უკვე იმ სპეცპედაგოგს მუშაობა. ანუ ეს ძალიან ისეთი ციკლია. ამიტომაც არის, რომ უმნიშვნელოვანესია მშობლების ჩართულობა და თქვენ არიან მშობლები, რომლებიც გაგაკვირვებენ და სპეციალისტებს ჯობნიან კომპეტენციაშიც, მხარდამჭერ მექანიზმებშიც და აქტიურობენ და საერთოდ ეს 90-იანი წლებიდან ვითარდება ჩვენს ქვეყანაში რეალურად დაიწყო უბრალოდ და მშობლების მოძრაობამ დაიწყო. იმიტომ რომ მშობლები არიან ხოლმე მთავარი გამწევი ძალა ამ რეფორმების დროსაც, ხო? და კიდევ კარგი რომ ესეთი მშობლები ბევრი გვყავს, რომლებიც აი ამ თემას ესე ვთქვათ წინ მიუძღვებიან ინკლუზიურ განათლების განვითარებას და მათი ძალიან დიდი აქტიურობით მოვედით დღემდე რეალურად. ამიტომ არსებობენ მშობლები, რომლებიც ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გავაქტიურდეთ, თუმცა გვყავს ისეთი მშობლები, რომლებსაც უკვე ცენტრებიც აქვთ და თვითონ უკვე ძალიან პროფესიონალურ დონეზე ახერხებენ ამ ყველაფერს და აი გვინდა რომ თითქოს აი გავაერთიანოთ ეს ორივე მხარე, თან აი დაკვირვებებმა ისიც აჩვენეს, რომ როდესაც დიაგნოზი ახალია და მშობელს არც ერთ მშობელს არ აქვს ახლა ჯერ მზაობა, სანამ ამ ფაქტს არ დადგება რეალობის წინაშე. მასთან, როდესაც სპეციალისტი იწყებს მუშაობას, რეალურად უშედეგოა. იმიტომ რომ შენ, როდესაც ადამიანი აი შეიძლება ითქვას უტოლდება ეს გლოვის მდგომარეობას.
აი ამ მდგომარეობაშია და შენი გუხსნი რომ აი ეხლა ეს უნდა შევაფასოთ მერე სტატუსი მივანიჭოთ მერე ეხლა ის ამ თერაპიებზე იაროს იმ არც ესმის, ანუ ეს აბსოლუტურად აზრი არ აქვს და როდესაც ისეთ სივრცეში ხვდება, სადაც მისი გამოცდილების მქონე მშობლები არიან, მათთან ბევრად უფრო საერთო ენას ბევრად უფრო პოულობს. ანუ ამ კომპონენტით კიდევ უფრო მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი გამოდის. არა მხოლოდ ვერ იქნება მხოლოდ სახელმწიფო მხარდამჭერი, აქ უნდა იყოს ცნობიერების ამაღლებას საზოგადოება და უნდა იყოს კერძო სექტორი ჩართული, რომ სწორედ ეს ამ სივრცეების, რა თქმა უნდა, ერთობლივად სივრცეების გამართვაში დაგვეხმაროს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროგრამებს ნამდვილად და ამაზე მიმდინარეობს დღეს მანდატური სამსახურთან, მასწავლებლის სახლთან მუშაობა, თუმცა გვჭირდება თვითონ ინფრასტრუქტურულ ნაწილშიც, ხო, ყველაფერს თავი დავანებოთ, აი ამ სივრცეების შექმნა და ამ სივრცეების გაჩენა, რომელიც მხოლოდ მშობლისთვის იქნება, მშობელზე იქნება ორიენტირებული. გასაგებია. თან გამიგრძელდა, მაგრამ არა უშავს თან ამ დროს ჩვენ უკვე გვანიშნებენ, რომ ჩვენი საერთო დრო იწურება. მადლობა სტუმრობისთვის და ფაქტია, რომ კიდევ იქნება სამუშაო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ამ შეხვედრების შეჯამება დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება და სხვანაირად ახმადობის საშუალებას მოგცემთ თქვენ ზოგადად უწყებას და ის რომ სამმართველო და დეპარტამენტის სტატუსში გადავიდე ეს სამსახური ალბათ ესეც შემთხვევითი არ არის. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ. რადიო მედიის სტუდიაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ბაია კვიციანს მასპინძლობდით. ჩვენ იმასთან დიალოგი რადიო მედიის Facebook გვერდზე აიტვირთება.